თქვენ გააკეთეთ ასევე განცხადება, სექსუალური მომწიფებელი ადამიანის ადგილი არ არის პოლიტიკაში და ანუ ამასთან დაკავშირებით განცხადებას. არა, ესეთი განცხადება არ გამიკეთებია. იქ საუბარი იყო იმაზე, რომ ადამიანი, რომელიც ხელისუფლების სათავეში მოსვლას ფიქრობს, უნდა იყოს შემდგარი თავის კარიერაში, პროფესიონალი და ეს თინეიჯერულ ასაკში არ ხდება. ხოლო აი ეს სიტყვები უბრალოდ უტრირება იყო და გამოხატულება იმ აზრისა, რაც ახლა მე მოგახსენეთ. ანუ პროფესიული სრულყოფაზე საუბრობდით და სექსუალური მომწიფება მაინც პროფესიული სრულყოფა, როგორც წესი, ხდება თინეიჯერული ასაკის გასვლის შემდეგ. ამაზეა ლაპარაკი. იმ კითხვას მე რაც დაგიშვით სექსუალურთან დაკავშირებით, ამას უარყოფთ. არა, არაფერს არ უარყოფ. ჩემი ნაამბობი ჩაწერილია, უბრალოდ თქვენ მიერ მოყანილი აზრი არ ყოფილა ჩემს მიერ ნათქვამი. ბატონო არჩილ, ერთი კითხვა. თქვენ პოლიტიკაში მოსვლამდე იყავით თუ არა მომწიფებული სექსუალურად თუ შემდეგ მომწიფდით? როცა პოლიტიკაში მოხვედით? როგორ ვერ გავიგე? პოლიტიკაში მოსვლამდე იყავით თუ არა სექსუალურად მომწიფებული? თუ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მომწიფდით და ხარ თუ არა საერთოდ მომწიფებული სექსუალურად? ეგ სხვა უნდა შეაფასოს. მე ვთვლი, რომ შესაძაც ეს გადაწყვეტილება მივიღე, რომ მოსულიყავ პოლიტიკაში ვაკმაყოფილებდი ყველა წინაპირობას. სხვა ვინ უნდა შეაფასოს? ვის გულისხმობთ კონკრეტულად? საზოგადოებას. საზოგადოება უნდა შეაფასოს თქვენ ხარ თუ არა სექსუალურად მომწიფებული? მათ შორის. მათ შორის? კი. და ანუ საზოგადოების გადასაწყვეტია ეს შეფასება? მათ შორის, კი. თქვენ როგორ ფიქრობთ კონკრეტულად? მე ჩავთვალე, რომ ყველაფერი მზად ვიყავი. კი.